მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს მოვედი ასეთი საჯარო გაშლით. ვის ურთიერთობაშიც ახლა სრული დუმილია, სრული უკონტაქტობა, აი ეს ურთიერთობა აუზა თუ დასასრული. მოდით ჯერ ნახოთ ჩვენ ეხლა რა ხდება თქვენს შორის. როგორ ენერგიებში ხართ, ანუ რა არის ურთიერთობის ახლა ამჟამინდელი დინამიკა, რომ იცნოთ თქვენთვის არის გაშლა თუ არა, ხო? ნახოთ ახლა როგორია თქვენი ურთიერთობა ამ ეტაპზე. იცით როგორ არის, რომ თქვენ შეიძლება აქ ფიქრობდეთ, რომ ზოგიერთები ასეთ რაღაცას, რომ აი მარტოც კარგად ვარ, ძალიან კარგად გვრცნობ თავს, ძალიან ბედნიერი ვარ და არ მჭირდება თუ არც გამოჩდება და არც დაბრუნდებაო რა, ესეთი შეგრძნებები გაქვთ. გულის გარედან ასე აჩვენებთ შეიძლება თავს, რომ აი ვტკვები ჩემი ცხოვრებით, მოდით ასე დავარქვათ ამ გაშლას რა, ეხლა რასაც მეუბნება ეს არკანები, რომ აი ძალიან კარგად ვარ ჩემს თავთან, ჩემს ემოციებთან, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და მივყავს ჩემი ცხოვრება წინო, სასურველი მიზნებისკენ რა. აი ესეთი ხო. თქვენ აღარ გინდათ, მოკლედ როგორ ხართ, იცით, რომ თქვენ დაძაბულობას და დაპირისპირებებს და ომის გაჩაღებებს თავს არიდებთ, მაქსიმალურად ცდილობთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თქვენ ცხოვრებას მიხედოთ, თქვენი ცხოვრებით დაკავდეთ, შეიქმნათ საკუთარ თავში და საკუთარ ემოციებში კომფორტი. და შეიძლება აქ ზოგი იცით როგორ არის, რომ უკვე ფიქრობთ ახალ გაცნობაზე, აი ვიღაცის ცხოვრებაში უკვე ახალი ნაცნობობაც არის შეიძლება გაჩენილი. და ამან უფრო გაიძულათ, რომ აი ასე გეფიქრათ, შეგეცვალათ, ანუ მიმართულება ცხოვრებაში. ეს ძველი წარსული ურთიერთობა საერთოდ გადაგეფასებინათ სიღრმისეულად და გეთქვათ, რომ ეს ურთიერთობა აღარ მინდა რა, აი აღარაფერს აღარ მაძლევს და ახლა უკვე შეიძლება ფიქრობთ გულის სიღრმეში, რომ უკვე ახალი გინდათ ვინმე. ან გინდათ იგივე ადამიანი, ოღონდ საერთოდ სრულიად ახლებურად შეცვლილი რომ მოვიდეს, მაგრამ როგორ არის იცით, რომ მე ვიტყოდი აქ, რომ უფრო ახალი გინდათ თქვენ, რომ ვინმე ახალი, ვინც თქვენ ცხოვრებაში შემოვა. ესეთი ენერგიები მომდის. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ცოტა პროცენტისთვის ესაც იყოს, რომ ადამიანი გინდოდეთ იგივე, ოღონდ განახლებული ემოციებით, აი ის წარსული რაც გასაშვები იყო თქვენ შორის წყენები, დარდი, ტკივილი, რაღაცა უმოქმედობა, მდგომარეობა, ვერ ჩამოყალიბებლულობა, აი თითქოს დუმილიც იყო ერთი პერიოდი თქვენ ცხოვრებაში, აი ამის გაშვება თუ მოხდება და ლოგიკურად ცივი აზროვნებით, ცივი გონებით დაჯდომა და ყველაფრის პრობლემების მოგვარება და გადაწყვეტა თუ იქნება ერთხელ და სამუდამოდ, რაც იყო ამ ურთიერთობაში, ამ შემთხვევაში კი ბატონო დაიბრუნებთ ამ ადამიანს, მაგრამ სხვა მხრივ თქვენ უკვე აქ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ დატოვოთ ძველი წარსული წარსულში და უკვე წახვიდეთ ახალი საწყისებისკენ რა. ზოგიერთი ანუ დიდი ხანი იწელებოდა ეხლა ეს ყველაფერი, ეს ურთიერთობა და ვერ ლაგდებოდა შესაძლოა ისე სწრაფად, როგორც თქვენ გინდოდათ და უკვე ყელში ამოსული გაქვთ რა და გინდათ, რომ ამ ურთიერთობიდან უკვე წახვიდეთ სხვა მიმართულებით. აი ხო,
ის ადრე თუ ებღალუჭებოდით ამ მამაკაცს და ამ ადამიანს და არაფრით დიდებით არ გეთმობოდათ, და ეს ადამიანი უფრო ცივი გონებით მოქმედი ადამიანი იყო რა, საკუთარ სიამაყეზე და საკუთარ თავზე და საკუთარ ფინანსებზე უფრო ფიქრობდა, შესაძლოა უკაცრავად არ იცოდა მოკლედ რა უნდა ამ ურთიერთობის შენარჩუნება თუ არ უნდა და საერთოდ ლოგიკით უფრო უდგებოდა ამ ურთიერთობას ვიდრე გულით და ემოციებით. თქვენ ამ ყველაფერმა დაგღალათ რა და უკვე გადაწყვეტეთ რომ ზურგი აქციოთ ამ უმოძრაო სიტუაციას და წახვიდეთ უკვე წინ. და თქვენი ცხოვრებით დადგმეთ მაქსიმალურად. ეს ადამიანი ადრე თუ საკუთარ თავზე ფიქრობდა მარტო და შესაძლოა ვიღაცის ცასთან სერიოზულად არ ფიქრობდა და თქვენ სერიოზულობა გჭირდებოდათ მისგან უფრო და ეს მამაკაცი მხოლოდ თავის სურვილების დაკმაყოფილებაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე რაღაცა სერიოზულს გთავაზობდათ და ამის გამოც მოხდა თქვენი კი, ნამდვილად თქვენი ისა რა. ამ ადამიანს წარსულში შეიძლება უღალატეს ან გული ატკინეს, ან თქვენ გიღალატეს და გული გატკინეს, ეგეთი შეგრძნება გაქვთ, მაგრამ უფრო ამ ადამიანს აქვს რაღაც გამოცდილება წარსულში, შეიძლება უღალატეს. და ეს ღალატი გახდა მიზეზი ზუსტად იმისა, რომ ემოციების მაგივრად რთავდა ლოგიკას და მაქსიმალურად თავს იკავებდა ემოციური ჩართულობებისგან ურთიერთობაში და უფრო იყო იცით როგორი, რომ საკუთარ სურვილებზე ორიენტირებული, აი ვინმე თუ შეიძლება ეს ადამიანს ასეთი ცხოვრების პრინციპი ჰქონდა რა, ვინმე თუ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, ვიქნები მასთან, მაგრამ არა ოფიციალურად და არა სტაბილურად. აი როცა მომინდება, მივიღებ მისგან დადებით ენერგიას და მორჩა, ანუ გრძნობები აქ საერთოდ გრძნობებზე საუბარი არ უნდა და არაფრის დიდებით რა, ესეთი ადამიანია. გრძნობებს ყოველთვის გულში ინახავდა და ცივი კაცის ნიღბის უკან ფარავდა რა. ესაც იმიტომ რომ ქონდა ისეთი გამოცდილება წარსულში, რამაც აიძულა ეს ცივი კაცის ნიღაბი მოერგო. თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ემოციები არ ჰქონდა, მას თავიდან არ ჰქონდა გადაწყვეტილი. როგორ არის იცით, რომ თავიდან ერიდებოდა ამ ყველაფერს, რომ გრძნობები გასჩენო და სერიოზულზე ეფიქრა, უფრო აი თავის იმპულსებზე და ემოციებზე იყო ადამიანი მომართული, მაგრამ თქვენთან შეხვედრის შემდეგ სურვილი გაუჩნდა, რომ წარსული დაესრულებინა, აი წარსული ქცევები, წარსული გულის ტკივილი, ის რომ პარტნიორმა შესაძლოა უღალატა და გული ატკინა, ეს დაეტოვებინა წარსულში და შეეცვალა ხედვა და მიმართულება. თქვენ გამოიწვიეთ მასში ეს ცვლილება ზოგადად. არ ქონდა ამ ადამიანს ეს ყველაფერი დაგეგმილი და თქვენთან შეხვედრის შემდეგ დაფიქრდა ამ ყველაფერზე და თქვენ გაუღვიძეთ მასში სურვილი და გრძნობები გააღვიძეთ. მასში ისეთი, რომელსაც ვეღარ აკონტროლებს. ანუ უბრალოდ კონტროლი შეუძლებელია და ამიტომ შეიძლება ეხლა იყოს თქვენ შორის დისტანცია ზუსტად ის, რომ ამ გრძნობებს ადამიანი გაექცა. იმდენად დიდი იყო ეს გრძნობები მისთვის. რომ თავგზას ურევდა რა, წონასწორობას უკარგავდა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ცოტა ხანი აეღო დისტანცია რა თქვენგან, რომ ცოტა ხანი ვითომ დალაგებულიყო, მაგრამ რაც უფრო მეტად წავიდა ეს ადამიანი თქვენგან.
დისტანცირდა და წავიდა სიჩუმეში და შორიდან გაკვირდებათ ეხლა და უმძიმს ეს თქვენი შორიდან ყურება სხვათა შორის ძალიან უნდა რომ მალე მოგვარდეს თქვენ შორის არსებული ეს დისტანცია და პრობლემა და კონტაქტზე გამოსვლა ისე უნდა, რადგან უჭირს ამ ადამიანმა იფიქრა, რომ მე თუ ამ ადამიანს და ამ ურთიერთობას ჩამოვშორდები, ჩვეულებრივად გადავიტან, მაგრამ ეს ასე არ მოხდა ამ შემთხვევაში პირიქით. როგორც კი პაუზა დადგა, ამ ადამიანმა მე გათვითცნობიერა, რა იყავით თქვენ და რამდენად მნიშვნელოვანი იყავით თქვენ მისთვის. ასეთი იყო მოკლე მიმოხილვა, ეხლა დავსვარ მე კითხვებს და უფრო კიდევ კარგად გავიგოთ. თქვენ თუ იცანით თქვენი სიტუაცია, გაანანგზეთ ყურება, ვისაც აბსოლუტურად სხვა სიტუაცია გაქვთ, ჩემო ძვირფასებო, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, ან მოძებნეთ ჩემ მიერ ატვირთულ ვიდეოებში თქვენთვის შესაფერისი. კარგი, ვნახოთ ახლა პაუზა, ეს თქვენ შორის ეს ურთიერთობა თუ დასასრული. პაუზა თქვენ შორის თუ დასასრული. ინფორმაცია, რომელიც მოდის ყველა ადამიანისთვის არ იქნება ჩემო ძვირფასებო, რადგან ყველა ადამიანს არ აქვს ერთი და იგივე სიტუაცია. ამიტომ რაც თქვენია და რეზონირდება, აიღეთ ის, რაც არა და პაუზა თუ დასასრული თქვენი ურთიერთობა. მე აქ დასრულებას ვერანაირად ვერ ვხედავ, ჩემო ძვირფასებო, ეს ურთიერთობა არის ციკლური. როგორ არის იცით, რომ განკურნებისთვის არის ეს თქვენი ურთიერთობა, ორივე იკურნებით წარსული ტკივილებისგან. წარსული წყენებისგან, წარსულის გასაშვებად, რასაც დიდი ხანი ბლოკავდით და აკავებდით თქვენში და საკუთარ თავში. არ არის აუცილებელი ეს ვიღაცისთვის წარსული ასოცირდებოდეს მაგალითად ყოფილი ურთიერთობებს ან იმას, თუმცა ეს არის ძირითადი მნიშვნელობა ამის. წარსული ურთიერთობები, წარსული მიდგომები, წარსული წყენები და თუნდაც ამ ურთიერთობაში, ანუ ადრე რაც მოხდა თქვენ შორის, აი ამის გაშვება ხდება ეხლა, რომ განიკურნოთ ამ ძველი ჭრილობებისგან, ძველი მიდგომებისგან, ძველი შეხედულებებისგან, გამოხვიდეთ ამ დეპრესიული მდგომარეობიდან, რაშიც დიდი ხანი აკავებდით თქვენ თავს თქვენივე სურვილით და გახდეთ საკუთარი ცხოვრების ლიდერი, მმართველი, ჩამოყალიბებული ადამიანები, უფრო სერიოზულად მიუდგეთ ურთიერთობებს, ეს პროცესი ამისთვის არის ახლა საჭირო და შემდეგ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში ბრუნდება, რადგან ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში არის მოსული იმისთვის, რომ თქვენთან პირდაპირ მნიშვნელობით შექმნას ოჯახი. რადგან თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან ასოცირდებით, ადამიანი, რომელიც ვერაფერმა ვერ დაავიწყა, ადამიანი, რომელიც მის თვალში არის გამორჩეული, ადამიანი, რომელიც გაღიარებთ როგორც და მიაჩნიხართ როგორც მისი სულიერი ოჯახის წევრი, მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი ამაზე გელაპარაკებათ თუ არ გელაპარაკებათ, ეს ადამიანი ამ ყველაფერზე ოცნებობს, რომ თქვენთან ერთად გაერთიანდეს ბოლოს. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ეს ყველაფერი არის დროებითი პაუზა. პაუზა ყველა არ ნიშნავს, ჩემო ძვირფასებო, რომ ეს იქნება აუცილებლად 2 დღიანი, 2 კვირიანი, ან 1 კვირიანი, ან 1 თვიანი. არის პაუზები, რომლებიც გრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება გაკვეთილი მასწავლი და სწორედ ამას ამბობს ეს არკანიც აქ, რომ ეს ურთიერთობა უნდა გამოვიდეს ძველი პატერნებიდან, უნდა იქნეს მასწავლი გაკვეთილი, რომ გადავიდეს ახალ ეტაპზე თქვენი ურთიერთობა.
და თუ ეს გაკვეთილი და გამოცდა არ იქნება ჩაბარებული, მანამდე გაგრძელდება პაუზა, სანამ ორივე თქვენგანი არ ისწავლით, როგორ უნდა იცხოვროთ რეალობაში, არსებულ რეალობაში, ძველი ტკივილებისა და ძველი ჭრილობების გარეშე. კი, ნამდვილად ასე არის. ეს ადამიანი ძალიან ბევრს დარდობს და ნერვიულობს იმაზე, რომ თქვენ შორის ახლა დისტანცია, მაგრამ მაღალმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ცოტა ხანი შეჩერებულიყო ეს პერიოდი და ეს პერიოდი ყველასთვის ინდივიდუალურია. კიდევ ვიმეორებ, ჩემო ძვირფასებო, ზოგის პაუზა გრძელდება 2 წელი, 3 წელი, 5 წელიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება აღარ გქონდეთ და არ იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით და მუდმივად ამ მამაკაცის ლოდინში გაატაროთ ცხოვრება. ანა, პაუზის პერიოდი არავინ არ იცის დაზუსტებით სადამდე გაგრძელდება. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ რაც უფრო მეტად მალე გამოხვალთ ამ ძველი წყენებისგან, ტკივილებისგან და რაც უფრო მეტად მალე გაუშვებთ წარსულს და იმუშავებთ საკუთარ თავზე და განვითარებაზე, საკუთარ თავის იქნებით ორიენტირებულები და ასევე თუნდაც საკუთარ ბიზნესზე, საკუთარ ფინანსების მოხვეჭაზე, საკუთარი უსაფრთხოების შექმნაზე იქნებით მობილიზებული, მით უფრო მალე გადაივლის ეს პაუზის პერიოდი და აუცილებლად შეხვდებით ერთმანეთს და ეს ურთიერთობა იქნება ისეთი, როგორიც ორივე თქვენგანისთვის არის პრინციპში საოცნებო რა. ორივე თქვენგანი ოცნებობთ ასეთ ურთიერთობაზე. კი ბატონო, მე თქვენ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო, მეც აღარაფერს აღარ დავამატებ. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა რომ მიყურეთ, თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის მე ვიდეოს კომენტარებში და ასევე ვიდეოს აღწერაში დავურთავ ჩემ ყველა საკონტაქტო ნომერს და უფრო ღრმა სიღრმისეული გაშლებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ პირადი ინდივიდუალური კონსულტაცია, სადაც თქვენ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი სრული პასუხი.